ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის 4 მონაწილე გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეცნო. ნეფარიძესა და სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ჭუმბურიძე და გველესიანი კი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ და 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. დანარჩენის გამოცხადების დღეს ქუთაისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერად დემონსტრანტების ოჯახის წევრები და პროტესტის სხვა მონაწილეები ჩავიდნენ. მათ სხდომის შემდეგ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს უკვე 40 პროცესი ჩატარდა და 30 მაინც დავესწარი და დღეს პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ბიჭები არიან უკანონო დაკავებულები. ყველა ის კიცებულება, რაც კი შეიძლებოდა საქმეში ყოფილიყო, ყველაფერი იყო ადვოკატების მიერ ანულირებული. მხოლოდ და მხოლოდ იყო აზარალებული და მისი ორი მიკერძოებული მოწმე და მეტი არაფერი არ გააჩნდა პროკურატურას. კიცებულებები რომ ვერაფერი ვერ წარმოადგინეს ადვოკატებმა, ეს მოწმეებიც კი ერთმანეთის გამომრიცხავ ჩვენებებზე გაუსვა ხაზი და ეს მოწმეებიც კი არიდებული უნდა ყოფილიყო საქმიდან. ვინაიდან იყო ჩვენებები ერთმანეთს შეუსაბამო გარემოებები და ყველა ველოდებოდი დღეს რომ მოსამართლე მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებას და ეს კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ერთი. არ ყოფილა არანაირი ორგანიზებული დანაშაული და არ ყოფილა ადამიანები ჩართული ამ პროცესში. 4 მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურაში დააკავა. პროკურატურის მტკიცებით გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მაღაროელების დაკავება ჭიათურაში საპროტესტო აქციებს დაემთხვა, რომელიც 28 თებერვალს მაღაროებში შეჩერებული სამუშაოების ფონზე დაიწყო და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.